მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ქართული TV-ში მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემათა ციკლს ლიტერატურა ხელოვნება სულიერება ჩემი დღევანდელი გადაცემის ფრიად საპატივსაცემო და ძვირფასი სტუმარია ქალბატონი ანა მესხი რომლის გადაცემამაც ამ ერთიოდე თვის წინ უდიდესი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. მე მირეკავდა თითქმის ყველა პროფესიის ადამიანი, ვინც კი იცოდა ჩემი ტელეფონი. ქალბატონი ანა მესხი გახლავთ ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, იგი მრავალ უნივერსიტეტში მოღვაწეობს. იგი არის გერმანული ენების და ენათმეცნიერების თეორიაში ფრიად განსწავლული და სწორედ ამ საკითხებში აქვს დისერტაციაც დაცული. იგი არის ასევე ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის სწორუპოვარი მკვლევარი, გასაოცარი მკვლევარი, ძველი ინგლისურის და ქართველური ენების შედარებითი კვლევის დარგში არაერთი სამეცნიერო სტატიის და მოხსენების ავტორი და მოხსენებები წაკითხულია როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ეს იქნება საფრანგეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. ასევე არ შეიძლება არ აღნიშნოთ, რომ იგი შუმერული და ეგვიპტური ენების და კულტურის დიდი მკვლევარია. ასევე ინდოევროპული, ბასკური, შუმერული, ეგვიპტური და ქართველური მითოლოგიის მკვლევარი. მან მისი ინიციატივით დაარსდა ქართველური ცივილიზაციის კვლევის ცენტრი. და სისტემატურად მონაწილეობს დიდ სამეცნიერო კონფერენციებში, მას კავშირი აქვს მსოფლიოს ძალიან ბევრ ცნობილ მეცნიერთან, ენათმეცნიერთან, ლინგვისტთან, ისტორიკოსთან და მისი კვლევების არეალი უაღრესად ფართო და მნიშვნელოვანია. უაღრესად საინტერესო და ყოვლის მომცველი მე ვიტყოდი. დღეს ალბათ საქართველოს აი ამ კუთხით მისი დარი მეცნიერი არ ყავს. მე რამდენიმე წიგნს ჩამოვთვლი, რამდენიმე გამოცემას ქალბატონი ანა მესხის ავტორობით, რომელიც დაახლოებით ამ 15-20 წლის წინ არის გამოსული დღემდე. ეს არის თქვათ ქართველური და შუმერული ენობრივი მსგავსებანი, ეს არის ქართველურ-შუმერულ ეგვიპტური ლინგვო-კულტუროლოგია, ეს არის წარსულის ქართველური ლინგვო-კულტუროლოგია და ბოლო წიგნი, საოცარი წიგნი, რომელიც ხელთ მიტყვია, კიდევ ერთხელ მინდა გაჩვენოთ, რომლის თაობაზე ჩვენ გვქონდა გადაცემა და ალბათ მომავალში კიდე ერთი მთლიანი გადაცემა, ფუნდამენტალური გადაცემა მე ვიტყოდი მიეძღვნება ამ წიგნს, ეს არის მიჯაჭული ამირანის ლინგვო-კულტუროლოგიური ქსელი. მე არ შემიძლია ამ წიგნის წინა სიტყვაობა არ გავახსენო ჩვენს ძვირფას საზოგადოებას, ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს. ეს წიგნი იწყება ავტორის წინა სიტყვაობით, სადაც იგი მადლიერებას გამოხატავს ჩვენი დიდი წინაპრებისადმი. მისი სიტყვებია, მე არ მინდა დავამახინჯო, ჩემი მადლიერება უპირველესად ჩვენი წინაპრების მიმართ, რომელთა აზროვნების მასშტაბურობა, სიღრმე და გასაოცარი უბრალოება მაძლევდა სწორედ იმ ენერგიას, რომელმაც შეაქმნევინა ეს გასაოცარი მართლაც და ძვირფასი წიგნი. ალბათ ყველასთვის ცნობილია ამირანის ზღაპარი, მითოლოგია ამირანზე, მაგრამ აი ასეთი ლინგვო-კულტუროლოგიური ქსელის კვლევა თავისი ფუნდამენტალური დასკვნებით მე ვიტყოდი ქართულ სამეცნიერო არეალში მე არ შემხვედრია და ალბათ არც არსებობს. ხოლო დღევანდელი ჩვენი გადაცემა ასევე ერთ სენსაციურ წიგნს შეეხება ქალბატონი ანა მესხისა, რომელიც ეხება დღევანდელი მაღალი პოლიტიკური ფიგურის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის
კარზე საკმაოდ მაღალი პოლიტიკური ფიგურის ილონ მასკის მესხური წარმოშობის იდეა ჰიპოთეზას და ქალბატონი ანა მესხის ციგსაც, რომელიც ინგლისურ ენაზეა გამოსული, სათაურიც ასეთი აქვს. დიახ, აი ხელთ მიფრია ეს ციგნი, კიდევ ერთხელ მინდა ვაჩვენოთ ჩვენს ტელემაყურებელს ილონ მასკის მესხური წარმოშობა. აი დღეს სწორედ აი ამ ციგნის გარშემო გვექნება საუბარი. რადგანაც მე ვიტყოდი, რომ ისეთ უძველეს შრეებში ჩადის ნებისმიერ საკითხს ეხება შუმეროლოგიას, ეხება ძველ ქართულ ცივილიზაციას, ქართულ დამწერლობას, ძველ ეგვიპტურ კულტურას და ცივილიზაციას, ბასკურ ენას თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ძველ ინგლისურ ენას. აი წარმოიდგინეთ ძველ ინგლისურის და ქართველურის პარალელები. აი ესეთი საოცარი მიგნებები და აღმოჩენებით არის სავსე ქალბატონი ანა მესხის სამეცნიერო მოღვაწეობა და მე სწორედ აი დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი გადაცემაც ერთ-ერთი სენსაციური და უაღრესად საინტერესო გადაცემა იქნება აი ამ ციკლთან დაკავშირებით, რომელსაც ქვია სათაურად ილონ მასკის მესხური წარმოშობა. მოგესალმებით ქალბატონო ანა, კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართული ტევეს ეთერში. ჩვენ იმედია მომავალშიც გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს, რამე თუ ჩემს ძვირფას ტელემაყურებლებს ქართული ტელევიზიისა მე დავპირდი, რომ მომავალში აუცილებლად ფუნდამენტალურად ჩვენ უნდა ვისაუბროთ მიჯაჭოლი ამირანის ლინგვოკულტუროლოგიური ქსელის თაობაზე. მე ამ წიგნმა მომნუსხა, პირდაპირ ვაცხადებ, ვერ ვიტყვი, რომ ეხლა ეს რა ქვია, ძალიან გარკვეული ვარ, თქვათ, ლინგვისტიკაში და მითოლოგიაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დილეტანტის დონეზე მაინც რაღაცები ვიცი და უგრძნობ, ეს არის ძალიან ძვირფასი წიგნი და ძვირფასი შენაძენი ქართული საზოგადოებისათვის, საერთოდ ქართველოლოგიისათვის მე ვიტყოდი. დიდი მადლობა. დიახ. ეხლა კი პირველი შეკითხვა მე დავდუმდები უკვე და სიტყვის ალავერტს ტრადიციულად გადმოვდივარ თქვენთან ქალბატონო ანა და აი რამ მიგიყვანათ აი ამ წიგნამდე, რომელსაც ქვია მართლაც საოცარი სათაური. თან ეს წიგნი ჯერ ინგლისურ ენაზეა გამოსული, ქართულად არ არის. მე ბედნიერი ვარ, რომ ხელთ მიფრია ეს წიგნი, ჩემი საჩუქარი ილონ მასკის მესხური წარმოშობა. დიახ. ხო. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისათვის და რა ვიცი, ჩემი ნაღვაწის ნაშრომის ასეთი შეფასებისთვის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. რაც შეეხება ამ წიგნს, დავაზუსტებდი ახლა უფრო ცოტათი. ამ წიგნს ქვია მესხების დაუწერელი ისტორია და მისი პირველი თავი ეძღვნება სწორედ ილონ მასკს. ახლა ორიოდე სიტყვით ვიტყვი ამ წიგნის დაწერის ისტორიაზე, რამე მიყვანა აქამდე. მთელი რიგი სირთულეები ახასიათებდა, რა თქმა უნდა, ამ წიგნის დაწერას და სირთულეები ძირითადად დაკავშირებული იყო მასალის არსებობასთან, იმიტომ რომ მესხებთან დაკავშირებით მე ვსაუბრობ უშუალოდ მესხის ვარიანტზე, გვარის თორემ მუშკებზე და მუსკებზე ჩვენ საკმაოდ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ მესხი როგორც ასეთი ჩვენ აი ამ ვარიანტზე მონაცემები მართალი რომ გითხრათ არ გვაქვს და აი სურმანიძე იყო ასეთი ბატონი რამაზი, რომელსაც აქვს დაწერილი ივანე მესხის ბიოგრაფიული ასეთი ნაშრომი, რომელშიც იგი პირდაპირ ამბობს, რომ ესე იგი გაოცებული იყო იმ ფაქტით, რომ მესხის გვარის შესახებ ფაქტობრივად ინფორმაცია მან ვერ მოიპოვა და მკითხველს ეუბნება, რომ მე მხოლოდ ჩემს ნაკვლევს და ჩემი გამოძიების შედეგად მიღებულ დასკვნებს დაგაცნობთო. ეს თავისთავად, რა თქმა უნდა, ესეთი დამაინტრიგებელი მომენტი გახდათ, მით უმეტეს, რომ ამ წიგნის დაწერა, უფრო სწორად მოდით ასე ვიტყვი, მესხის გვარის ეტიმოლოგიის გამოკვლევა საკმაოდ დიდი ხნის წინ მიცემული პირობა იყო ჩემი მეუღლის ოჯახისადმი და ვთქვი, რომ ამას გავაკეთებთ
უთქო, მაგრამ როდესაც უშუალოდ დავიწყე მასალების მოძიება, აღმოჩნდა რომ არც იყო მასალა და ამავე დროს ვინაიდან ინგლისური ენის სპეციალისტი ვიყავი და ვკითხულობდი ინგლისურ ენაზე საკმაოდ დიდ ლიტერატურას, მე ვხედავდი რომ ამ გვარის ჯგუფის წარმომადგენელი ვარიანტები მთელ მსოფლიოში იყო განფენილი და ვიძახდი რა უნდა ამას, ხო, აი ასეთი მასშტაბით, ასეთი დიაპაზონით განფენას. მე დავიწყე რაღაც მასალების შეგროვება, კაიხანი ვაგროვებდი, მაგრამ რატომღაც მეგონა რომ ჯერ კიდევ მზად არ ვიყავი ამ წიგნის დასაწერად. ეს წიგნი დაიწერა 2023-ში, მაგრამ აი სულ მეგდა პირობა მიცემული მაქვს დაახლოებით 35 წლის წინ რომ თქვენი გვარის ეტიმოლოგიას გამოვიკვლევ მეთქი, მაგრამ აი როგორც ამირანთან, ხო, მეშინოდა მიახლოება იმ გაგებით რომ გრძნობ ნაწარმოებზე, გრძნობ გვარზე, გრძნობ სიტყვაზე, თუ რა უზარმაზარი ინფორმაციის შემცველია და ეს ინფორმაცია გარკვეულად გაშინებს და ამავე დროს გაფრთხილებს, არ შეიძლება იქ შეცდომის დაშვება. იქ ისე ფრთხილად უნდა მოექცე და იმდენად დიდი ობიექტური ამავე დროს და პასუხისმგებლიანი მოპყრობა უნდა გქონდეს, რომ შენ არავინ აღარ შეგეკამათოს, არ გითხრას ეს რატო არ არის მაგალითად გათვალისწინებული და ასე შემდეგ. ანუ თავისთავად ეს შრომა საკმაოდ დიდ ენერგიას, დროს და პასუხისმგებლობასაც მოითხოვდა. მაგრამ აი მოხდა ისე რომ 21-ში როგორც ძალიან ბევრი ადამიანი მთელ მსოფლიოში მეც კოვიდით დაავადდი და რატომღაც მეგონა, ძალიან ცუდად ვიყავი და მეგონა რომ ამ ჩემი ასე ვთქვათ პირობის შესრულებას ვეღარასდროს ვეღარ შევძლებდი და აქედან გამომდინარე როგორც კი შევძელი კალმისტრის ხელში აღება, დავიწყე ამ ნაშრომის წერა. ეს გახდა 2023 და 2024 იანვარში ეს წიგნი უკვე დაიბეჭდა. მაგრამ ამ წიგნის დაბეჭდას კიდევ ერთი საინტერესო მომენტი უძღოდა. ეს იყო 2000-იანი წლები, როდესაც ილონ მასკი პირველად გამოჩნდა ასე ვთქვათ მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი წამყვანი პიროვნება მეცნიერულ ტექნიკურ დარგში, ხო? და პირველად გვარი რომ გავიგე, ჩემმა შვილმა გამაცნო სხვათა შორის ის, მითხრა რომ აი ელექტრული მანქანები უნდა გამოვიდეს ახლა და თვითონ ბიზნესშია და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი რამ იცოდა ილონ მასკის შესახებ და მაშინ ჩემშულსა ვესაუბრებოდი, მაშინ უიმედე და ესეც ქართველია მეთქი და შემოვხედა და რატო ამბობ, მე ვთქარი არ ემჩნევა რომ მესხების გვარიდან მოდის მეთქი და მაშინ ძალიან ბევრი ხამის ეს ინტუიტიურად ბრძანეთ არა პირდაპირ იცით რეკონსტრუქციებს აკეთებ თავში და ემჩნევა ხო რაც არის და როდესაც ძველი ინგლისური იცი და იცი რომ ეს ინგლისური გვარია ზოგადად ხო ამ რეკონსტრუქციებს აკეთებ თავში და გამოდის რომ ქართველია ხო და ამაზე კიდევ გამეორებს საკმაოდ ბევრი ვიხალისეთ, ზოგმა ისიც კი მითხრა, რომ კაი რა დაანებე თავის ყველგან ქართველებს ხედავ. ხო და გავჩერდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი იყო, აგრეთვე იმისათვის, რომ მეჩვენებინა ქართული გენის არა მხოლოდ გავრცელება, არამედ ასევე მისი პოტენციაც და აი ამ პოტენციის გამოვლინების ერთ-ერთი მომენტი სწორედ ილონ მასკის მაგალითი გახდათ. ეხლა რაც შეეხება თვითონ წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი შეეხება ზოგადად მესხის ჯგუფის გვარის ვარიანტების გავრცელებას ბრიტანეთის კუნძულებზე. ანუ მას კი ერთ-ერთი მათგანია მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ჩვენი ქართველური ჯგუფიდან ძალიან ბევრი გაქვთ მოსხის ვარიანტებიც გაქვთ, მუსხის ვარიანტებიც გაქვთ, მასხის ვარიანტებიც, უამრავი ვარიანტები გაქვთ და მე დღეს შევეცდები რომ გარკვეულად ორგანიზებულად აი ეს ჯგუფები წარმოგიდგინოთ, იმიტომ რომ ეს არის საოცრად ლამაზი მოგზაურობა წარსულში ბრიტანეთის კუნძულებზე, ნორფოლკიდან კენტამდე და ცენტრალურ ინგლისამდე და ნახავთ თუ როგორ იცვლებოდა აი ეს ქართული გვარების ვარიანტები ფონეტიკურად დაახლოებით 900 წლის მანძილზე, რის შემდეგაც ინგლისში ფაქტობრივად დაიწყო გვარების
ასე ვთქვათ, ოფიციალური რეგისტრაცია. ამ პერიოდს მიაკუთვნებენ მე-11 საუკუნეს ნორმანების დაპყრობას, იმიტომ რომ 1066-ში ნორმანებმა დაიპყრეს ბრიტანეთი და მათ მოიტანეს ასე ვთქვათ გვარების რეგისტრაციის, გვარების ოფიციალური ჩაწერის ტრადიცია. მაგრამ კი ბატონო, შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ჩვენ საუბრობთ წიგნზე მესხების დაუწერელი ისტორია, რომლის პირველი თავი ეხება სწორედ ილონ მასკს. ესე იგი, ჩვენი წიგნის სათაურია მესხების დაუწერელი ისტორია და მე სანამ გადახვიდებით ამ საკითხზე, მინდა რომ მესხი გვარი ეს ქართველებისათვის არ არის უცნაური, იმიტომ რომ მაგალითად კუთხურობის და მიხედვით ვთქვათ სვანიძე არსებობს, ვთქვათ იგივე ჯავახიშვილი, ჯავახაძე, ქართველიშვილი, კახიშვილი, მეგრელიშვილი, ფშავლიშვილი და თუშიშვილი და ასე შემდეგ. ხო, ანუ აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენ ჰიპოთეზას მე, ანუ ეს ქართველური გვარების წარმოშობის გრამატიკული საწყისიდან დაშორებული არ არის, ჩვეულებრივია. კი. მე აი ამ კუთხით შევხედე. არა ძველ ინგლისური კუთხით როგორც და ძველ ინგლისურშიც იგივეა. და ეგ კი, და ეხლა ვნახავთ ძალიან საინტერესოა. აი ამიტომ გავაკეთე ეს პარალელი, ისინი ზუსტად გავაკეთებია. კი. კი ბატონო. ესე იგი, მე ვსაუბრობდი ამ წიგნის პირველ ნაწილში, ესე იგი, მოცემული არის ინგლისში გავრცელებული გვარების ვარიანტები, რომლებიც აი ამ მესხის გვარის ჯგუფიდან მომდინარეობს, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილი არის იგივე მესხის გვარი, ასე ვთქვათ, უკვე უძველეს შუმერში და უძველეს შუმერზე როდესაც ვლაპარაკობ, მე ვსაუბრობ პირველ დინასტიებზე, ანუ იმ ადამიანების სახელებში ფიგურირებს აღნიშნული გვარი, რომლებმაც ცივილიზაცია დააარსეს შუმერში. ეს ძალიან დიდი განაცხადია, თუმცა მე დღეს ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ მესკი აგაშერი, რომლის სახელიც არის აქ განხილული მეორე ნაწილში, ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი სახელი, ჩვეულებრივი ონომასტიკური ერთეული, რომლის ფუნქციაც არის იდენტიფიკაცია, ანუ თქვას რომ აი ანა მესხი დავუშვათ ვარ მე, ხო? ასეთი იდენტიფიკაციის ფუნქცია მას არ გააჩნია, ეს გახლავთ სახელი ინფორმაცია, რომელშიც ჩადებულია მესკი აგაშერის წარმომავლობა, ის ფუნქციები თუ რისთვის მივიდა იგი შუმერში, რა დააარსა მან, რა გააკეთა, რის გამო იყო იგი ისე გამორჩეული ხალხში და ასე შემდეგ. ანუ ცივილიზაციის დაარსების უპირველესი საფუძვლის, ბაზისის შექმნის ისტორია არის ამ სახელში გადმოცემული და ბუნებრივია, რომ ამაზე საუბარი მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ ბრიტანეთშიც ამ გვარის ჯგუფის გავრცელების დიაპაზონი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ძალიან ბევრი რაღაცა უნდა გამოტოვოთ მნიშვნელოვანი და სწორი სურათი ვერ შეიქმნება. ამიტომ მე მხოლოდ პირველ მომენტზე შევჩერდები, ვინაიდან ილონ მასკის სახელი დღეს ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ აი დღევანდელი მთავრობა ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოახდენს არა მარტო შეერთებულ შტატებში, არამედ ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით. და ახლა დავიწყებ უშუალოდ მესხზე საუბარს. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ გვარების ისტორია, ოფიციალურად გვარების დაფიქსირების ისტორია ინგლისში, უпростоრად მოდით ასე ვიტყვი, ბრიტანეთში მე-11 საუკუნიდან იწყება. ცოტა უფრო ადრე მე-10 საუკუნე, მე-11 საუკუნე იწყება გვარების დაფიქსირება იტალიაში და ყველაზე გვიან რუსეთში. რუსეთში გვარების დაფიქსირება ოფიციალურად დაიწყო მე-16 საუკუნეში და იგი დასრულდა მე-18 საუკუნეში, ანუ რა ვიცი, გუშინ წინ, ხო? ამასთან დაკავშირებით იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ მესხის გვარი ფიგურირებს ოღონდ მოსხის ფორმით, ფიგურირებს უკვე მე-6 საუკუნეში ეთნიკური წარმომავლობისა და გვარისა ესეთ როგორ გითხრათ შერეული სემანტიკით უკვე, ანუ ეთნიკური წარმომავლობა, რომ შენ მესხი ხარ, წარმომავლობა
მოგწონებით უკვე თან ხდება ხო შედის მასში მნიშვნელობა რომ შენი გვარია ეს არის უკვე მე-6 საუკუნე ანუ ძალიან ადრეა ეს ასე ვთქვათ ევროპასთან შედარებით მაგრამ დაუბრუნდეთ ახლა ბრიტანეთს ძალიან ბევრი ძალიან დიდი მუშაობაა ჩატარებული სხვათა შორის დასავლეთის მეცნიერების მიერ აი ამ გვარსახელების შედგენის თვალსაზრისით და უზარმაზარი ბაზები არსებობს ამ გვარების რომლებშიც გვარი მასკი წარმოდგენილი არის როგორც წმინდად ინგლისური გვარი და ეს წმინდად ინგლისური გვარი მასკი მომდინარეობს აი ახლა ვეცდები რომ გაჩვენოთ მომდინარეობს ძველი ნომერი პირველი მომდინარეობს გვარიდან მუსკეტ აი აქ წერია პირველ ხაზზე მუსკეტ ეს იყო უილიამ მუსკეტი ერთი ასე და თქვენ ხედავთ რომ ორნაირად არის გვარი დაწერილი ანუ ორთოგრაფიული განსხვავებაა თორე გამოთქმის მიხედვით განსხვავება არ არის ალბათ შეამჩნევთ იმასაც რომ ვამბობ მუსკეტ და ამას ავხსნი ცოტა მოგვიანებით, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ აი ეს, ბოდით, ეს შეგეხმარებით, საინტერესო არის ის, რომ აი ეს მუსკეტ და მუსკეტ, ეს უილიამ მუსკეტი უბრალო პიროვნება არ გახლავთ. იგი იყო კემბრიჯის საგრაფოში, ილის, ეს ადგილის სახელწოდება გახლავთ, ილის ეპისკოპოსი. საკმაოდ დიდი პიროვნება იყო, თუმცა ამბობენ, რომ ეს უილიამ მუსკეტი წარმოშობით იყო ფრანგი და ეს გარკვეულწილად ემთხვევა მკვლევრების შეხედულებას, რომ ინგლისში გვარების ფიქსაცია დაიწყო მე-11 საუკუნიდან, ანუ ნორმანების შემოსევის შემდეგ. ახლა, როდესაც შეხედავთ ამ გვარს და ხედავთ, რომ იქ არის დაბოლოება ეთ, დავისთავად უკვე გიჩნდებათ აზრი იმის შესახებ, რომ არის კი არა, არის თუ არა კიდევ სხვა გვარები, რომლებშიც ასეთივე ჩვენ ვუწოდებთ მას დენტალური სუფიქსი, გვაქვს თუ არა ასეთივე ეთ დენტალური სუფიქსი სხვა გვარებში. აღმოჩნდა რომ გვაქვს, ანუ ჩვენ გვაქვს მოკლე ვარიანტებით, როგორიც არის მუსკე შეიძლება გქონდეთ და ამავე დროს არის უფრო გრძელი ვარიანტები, როგორიც არის მაგალითად მუსხეთ და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ როდესაც ასეთი პარალელური გვარები არსებობს, იმის თქმა, რომ მუსკეტიდან მომდინარეობს შეკვეცის საფუძველზე ინგლისური აი ეს მასკ, თლად გამართლებული უკვე აღარ ჩანს, იმიტომ რომ ორივე ტენდენცია გაქვს, ორივე ვარიანტი გაქვს, ხო წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთლიანად ამ სისტემას შესწავლა სჭირდება. ამის მერე, რა თქმა უნდა, ნაბიჯი რომელიც უნდა გადაიდგას, ეს არის უკვე ანალიზი და ანალიზი უნდა ჩატარდეს, რა თქმა უნდა, მსგავსების საფუძველზე. ეს ეთ დენტალური სუფიქსი, აი აქ მეორე ხაზზე გამოყოფილია იმიტომ, რომ იგი უნდა მოშორდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არის მოკლე ვარიანტებიც, ხო სწორია? ამიტომ ეს დენტალური სუფიქსი ანალიზის პირველ საფეხურზე ხედველობაში არ უნდა მივიღოთ. და რას ვღებულობთ საბოლოო ჯამში? ინგლისურში ვღებულობთ დღევანდელი მასკ ის გვარს, ჩვენ ვღებულობთ მე-11 საუკუნის მუსკ გვარს, რომელიც ორნაირად იწერება და ამასთან ერთად გვაქვს ჩვენ ქართული ვარიანტები მესხის გვარისა, მესხი, მუსხი, მოსხი და მასხი და უნდა შევადაროთ ისინი ერთმანეთს. აი ამ შედარების საფუძველზე ჩვენ უკვე უნდა გამოვყოთ ის როგორ გითხრათ, ის პუნქტები, რისი მიხედვითაც უნდა ჩატარდეს ლინგვისტური კვლევა. ეს პუნქტები უპირველეს ყოვლისა არის ფონეტიკური, რა თქმა უნდა, ბგერობრივად უნდა განვიხილოთ. მეორე ეს გახლავთ სტრუქტურული, ანუ რა მორფემებისაგან შედგება ეს გვარები და მესამე არის უკვე სემანტიკური, ანუ რა მნიშვნელობის მატარებლები არიან ისინი. ძველი ნომერი 2. აი, ახლა ჩვენ ვხედავთ აი ამ წრილში, რომ ქართულში ჩვენ გვაქვს მოს და ასე შემდეგ ეს ცნობილია და ინგლისურში ჩვენ სულ ყველგან წარმოდგენილი გვაქვს ვარიანტი მუს. ანუ პირველი სამი ბგერა, რომელიც მიჩნეულია რომ წარმოადგენს გვარის
ფუძეს აბსოლუტურად ერთნაირია. მეტიც ინგლისურის ვარიანტი მე მეუბნება რომ გვარი მასკი მესხისა და მოსხის ან მასკისგან კი არ მომდინარეობს, არამედ მეგრულჭანური ვარიანტიდან მუსხი, იმიტომ რომ იქ U ფიგურირებს, ანუ მეორე ასო აქ თქვენ გაქვთ U. იმისათვის რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ აქ მართლაც უარი და მეგრულჭანური მუსხი გვაქვს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, აი ეს A თანამედროვე მასკის გვარში საიდან გაჩნდა. მინდა მოგახსენოთ, რომ შუა ინგლისურის პერიოდში, რომელიც აი ამ ნორმანების შემოსევის პერიოდიდან იწყება, სწორედ ინგლისურ ენაში მოხდა კატასტროფიული ძვრები და ყველაზე მეტად ეს ძვრები შეეხო ხმოვნებს A-სა და U-ს და ეს ხმოვნები თუ შეიძლება ასე ითქვას განისაზღვრებოდა, ანუ იცვლიდნენ თავის წარმოთქმას მარცვალზე დამოკიდებულებით. რომელ მარცვალში იყვნენ ისინი? ძველ ინგლისურში იგი ასევე იკითხებოდა must, მაგრამ იმის გამო რომ საშუალო ინგლისურში გამოთქმა შეიცვალა, ამის შემდეგ U წაიკითხა დახურულ მარცვალში როგორც A და თქვენ მიიღეთ არა მუსხი, არამედ თქვენ მიიღეთ მასხი. ანუ გამოვიდა რომ დაწერილობით აი ეს მასკის გვარი დაწერილობით მეგრულჭანურია და გამოთქმით კიდე ქართლური. ეს თავისთავად ახლა იმდენად საინტერესოა, რომ უნდა შეყვია ამას, ხო სწორია და უნდა გამოიკულიო, რატომ მოხდა ეს ასე. U-ს ამბავი გავარკვიეთ, ესე იგი ნამდვილად მუსხისგან მოდის, მაგრამ ახლა საინტერესოა, აი ეს რატო გვაქვს ჩვენ ორნაირად CH-ით რომ არის ერთ-ერთ ვარიანტში ვილიამ მუსხეტის გვარი, ამიტომ ვამბობ, მე ხო ხან მუსხეტი და ხან მასხეტი. იმიტომ რომ ორივე ვარიანტი გვაქვს, ხო, ძველი ვარიანტია 5, ახალი ვარიანტია 10, მაგრამ აი ეს CH რას ნიშნავს? რატომ არის აქ CH, ანუ კომბინაცია და რატომ მაქვს მასკში მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი თანხმოვანი. აქაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ ძველი ინგლისურის ამბავი და კიდევ ერთი საინტერესო ფენომენი, რომელიც ჩემი კვლევების დროს გამოიკვეთა, თუმცა ამაზე ერთსა და ორ ადამიანს არ უმსჯელია და ივანე ჯავახიშვილსაც ბერძნულთა შედარების დროს მოყავს ხოლმე ეს მაგალითი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სადაც კი გაქვთ კომბინაცია 2 თანხმოვნის, 3 თანხმოვნის, ეს იმას გიჩვენებთ, რომ ის სიტყვა იმენისა არ არის, რომ ეს სიტყვა საიდანღაციდან მომდინარეობს და აი ეს კომბინაცია რომ აქვს თანხმოვნებისა ამ შემთხვევაში, რომელიღაცა საწყის წყაროში ისეთი ბგერა არსებობდა, რომელსაც ვინც ისესხა ეს გვარი, ის იმას ვერ გამოთქვამდა, მაგრამ იმისათვის რომ მაქსიმალურად მიახლოვებინა გამოთქმა, ამიტომ გამოიყენა ეს კომბინაცია. ახლა ვნახოთ მაშინ ხ როგორია, ხო? და როგორია რას აკეთებს CH. ქართულში ხ არის უკანა სასისმიერი მშვენიერი თანხმოვანი. რაც შეეხება CH. ნახეთ რა მარტივი ელემენტარული განსხვავება. ეს არის სასისმიერი, უკანა სასისმიერი კი არა. სასისმიერი გახდა. საარტიკულაციო ადგილი შეიცვალა, მოდიფიკაცია გაუკეთა, მაგრამ იცის იმის დამწერმა, რომ იქ აუცილებლად მშვენივა უნდა იყოს. ხს, როდესაც ამბობთ, ეს ჰაერი ამოდის მაინც და ხახუნი, როდესაც ხდება, ხომ ესა სახმოსიმებთან და ხახაში ამოდის, ესა უკაცრავად ხოხში ამოდის სწორედ აი ასეთი სპეციფიური ბგერა. ამიტომ ადგენენ და დაუწერეს გვერდით ხ, რაც იმას ნიშნავს და ხ არის წმინდა მშვენივა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს ისეთი კომბინაცია, რომლის საწყისი ბგერაც იყო სასისმიერი და იყო მშვენიერი. ანუ ჩვენ ძალიან ახლოს მივედით ამ ქართულ ხსთან და რომლის მშვენივა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, მაგალითად მუსგ სახელში ნახეთ რა გაქვთ, ხ დაიტოვეს, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოთქვავენ. ხო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ
გახსოვდათ რომ ის საჭირო იყო და იგივე თქვენ გაქვთ მაგალითად მუსეხ რო გაქვთ თითქოს არ საჭიროებდა ამ ხს მაგრამ მაინც წერია აი იმ რომელიღაცა ძველი საწყისი თანხმოვნის როგორ ვთქვა მახსოვრობით და გავლენით ხო აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ეს მუსკ გვარი და შემდეგში უკვე მასკ გვარი რაღა თქმა უნდა ქართულიდან მომდინარეობს მაგრამ გვაქვს თუ არა კიდევ დამამტკიცებელი საკუთი და გვაქვს და ძალიან ძლიერი საქმე იმაშია რომ ძველ ინგლისურ ენაში თქვენ გქონდათ ქართული აი ამ უკანასასისმიერი თანხმოვნის მსგავსი ბგერა ასეთი ბგერა არსებობდა დღესაც არსებობს გერმანიკულ ენებში მაგალითად შოტლანდიურში ჩვენ რო გვაქვს აი ბევრს გაუგია ალბათ ლოხნესის მონსტრი ხო უჩხოლი აი ამ ტბის სახელწოდება გამოითქვის ლოხ ნახეთ ხ არის მაგრამ დარბილებული ისევე როგორც გერმანულში ნიხტ აქაც ხ გაქვთ მაგრამ დარბილებული ეს იმას გიჩვენებთ რომ ადრე უფრო მჭეხი და უფრო ძლიერი გამოთქმის ანალოგიური თანხმოვანი გქონდათ ანუ ჩვენ ყველა დონეზე ფაქტობრივად უკვე ვაჩვენებთ რომ აი ამ მუსხ და შემდეგში უკვე მასკის საწყისი ფორმა ყოფილა სწორედ ქართული მუსხი შეიძლება ახლა ვინმე თქვას აქ რატო გახდა ეს იმიტომ გახდა რომ მახსოვრობა აი ამ შვინვისა რა თქმა უნდა თანდათან იკარგებოდა და როდესაც დაიკარგა დატოვა ის ძირითადი რომელიც მას ესმოდა და რომელიც თითქოს ყველაზე უწყინარი თვისება იყო დისტინქციურ ფუნქციას ვეძახით ჩვენ მას აი ეს დისტინქციური ფუნქცია იმგერას მოაკლო და დაგიტოვათ ცარიელი კ ასე მივიღეთ ჩვენ გვარი კვალი დატოვა მაინც რა თქმა უნდა ასე მივიღეთ ჩვენ მუსხის ვარიანტიდან ინგლისური მასკ რომელიც დღეს მიაჩნიათ რომ წმინდა ინგლისური გვარია მაგრამ არა ეს არის ქართული გვარი და მომდინარეობს მეგრულჭანური ვარიანტიდან ესე იგი მუსხი რას გვიჩვენებს ეს გვიჩვენებს ჩვენ იმას რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ოდესღაც აუცილებლად ცხოვრობდნენ ვიღაც მუსხები ხო რომლებიც თავის ტერიტორიას ეძახდნენ მუსხი უпростоრად მუსხეთი ანუ ის ტერიტორია სადაც მუსხი ხალხი ცხოვრობდა მაგრამ ჩვენ ახლა რა გავაკეთეთ ჩვენ მხოლოდ ფონეტიკურად განვიხილეთ აღნიშნული სიტყვა ახლა განვიხილოთ ეს სიტყვა ანუ იგივე სახელი სტრუქტურულად რა ელემენტებისგან შედგება იგივე ცხრილს თუ მიუბრუნდებით ჩვენ ნახავთ რომ ქართულში ჩვენ გვაქვს ორი მორფემისაგან შემდგარი სახელი ვიცით რომ მუსმესმას ეს არის ფუძე ხოლო ხიკი არის ჯავახიშვილის მიხედვით ეთნიკური სავცობი ანუ ეთნიკური წარმომავლობის მაწარმოებელი სუფიქსი სხვაგვარად რომ ვთქვათ აი ამ მუსხ ფორმას და იგივე მასკ ფორმას უნდა ჰქონოდა ანალოგიური სტრუქტურა და ასეც არის იმიტომ რომ ხ ცალკეა გამოყოფილი ირო გაქვთ ქართულში ბოლოში იგი ხან ვარდება და ხან არის ხოლმე ხან ფიგურირებს ხო აქედან გამომდინარე მეორე სუფიქსი ესა მაპატიეთ მეორე მორფემა ქართულში ერთი თანხმოვნით არის წარმოდგენილი ფაქტობრივად აი ეს ერთი თანხმოვანი ხ წარმოადგენს მის ძირს აქედან გამომდინარე აი ეს მუსკ მასკ გვარი ჩვენ გვეუბნება რომ ეს ადამიანები წარმომავლობით ეთნიკურად არიან ქართველები მაგრამ ამ გვარმა როდესაც ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოხდა რა თქმა უნდა დაკარგა მუსხის ანუ თავისი წარმომავლობის მაჩვენებელი დაკარგა მაგრამ ნახეთ რა საინტერესო რაღაც მოხდა ანუ ფორმა დატოვა იგივე მაგრამ შინაარსისაგან დაიცალა ეს სიტყვა და მე მას ცარიელ სახელს ვეძახი ეს ცარიელი სახელი სადაც გინდა წაიღე წახვალ მაგალითად არაბეთში და იგივე მასკს ან მუსკს სიტყვი ის არაბი ხდება ნახეთ იმიტომ რომ ის ცარიელია და ამ დროს შემორჩენილია მნიშვნელობა იმისა რომ იგი წარმომავლობას გიჩვენებთ ხო აქედან გამომდინარე იტალიაში წავა იქ მესკი იქნება ან მუსკი ან მესკელი იქ მთელი რიგი სხვადასხვა გვარებია სადაც არ უნდა წავიდეს ეს ცარიელი მუსკ რაც დარჩა ქართული მუსხისაგან ან მესხისაგან ხო იგი ყველგან იმ ტერიტორიის მიხედვით შეივსება
ეთნიკური თვალსაზრისით, რომელ ტერიტორიაზეც ეს ქართველი ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფი მოხდება. მაგრამ მუდმივი კვალი ყოველთვის რჩება. კი, ყოველთვის რჩება, აქ მაგალითებიც მაქვს, მე არაბეთის ნახევარკუნძულზე როგორ დარჩა, მაგრამ ეხლა ამაზე არ გავწელდები, იმიტომ რომ შორს წამიყვას და მე მინდა ეს ინგლისური გაჩვენოთ, იმიტომ რომ ამაზე ერთხელ თუ ვნახავთ, მე ძალიან გაგვიადვილდება სულ ყველას, სხვათა შორის სხვადასხვა სახელებში, სიტყვებში და ასე შემდეგ ქართული ძირების დანახვა. მაშინ ასე, ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ქართულში მე მაქვს ორი მორფემა და რახან ქართულიდან მოდის ეს მუსხ და მასკ, ესე იგი აქაც ორი მორფემა უნდა მქონდეს და მუსკ ან მასკ არ უნდა განიხილებოდეს როგორც მარტივი სახელი, როგორც ის დღეს განიხილება. არამედ ეს უნდა იყოს ნაწარმოები და უნდა აჩვენებდეს თავისი არქეტიპის მიხედვით, რა თქმა უნდა, წარმომავლობას მესხებისგან. ასია თუ არა ეს. ახლა ავიდეთ კიდევ ცოტა უფრო შორს. 2004 წელს იბეჭდება ომარ ხუხუას სტატია, რომელსაც ქვია სავრცობი ხის ნიშნულობის შესახებ. და იგი საკმაოდ დიდი ენობრივი მასალის საფუძველზე ადასტურებს, რომ აი ამ სუფიქსის პირველადი მნიშვნელობა გახლდათ მიწა. ანუ თუ გაქვთ თქვენ მუსხი, ხო, ეს გეუბნებათ, რომ ეს არის მუს ხალხის მიწა. თუ გაქვთ თქვენ მეს, გეუბნებათ, რომ ეს არის მეს ხალხის მიწა. ანუ აქცენტი არის ძირითადად მიწაზე და ტოპონიმზე. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან დიდი ძვრები იყო ინგლისში, ხო, ხან გერმანიკული ტომები შემოესივიან მე-15 საუკუნეში, ხან ნორმანელები და ასე შემდეგ, ამან ყველაფერმა გამოიწვია მოსახლეობის მოძრაობა და რა თქმა უნდა, სადაც წავიდნენ, აი ეს მუსხი, თავისი, ასე ვთქვათ, წარმომავლობის ელემენტი თან წაიღეს, მაგრამ საქმე იმაში რომ აი ის ფაქტი, რომ მართლაც ტოპონიმის, ანუ მართლაც თავისი ადგილის მნიშვნელობა წაიღეს თან, ამას ადასტურებს ისევ თუ დაუბრუნდები ვილიამ მუსკეტის გვარს, რომელსაც ჩვენ წეღან აი ეს ეგრეთ წოდებული დენტალური სუფიქსი ჩამოვაშორეთ და განვიხილავთ მას, აღმოჩნდება, რომ იგი მომდინარეობს ქართული სიტყვიდან მესხეთი. იმიტომ რომ პირდაპირ დაკარგა ფშვინვა, აქაც და გახდა ყრუ და უბრალოდ ყრუთანხმოვანი და არა ყრუფშვინვიერი, როგორც ქართულში გვაქვს და მესხეთი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს არის ჩვენი ტოპონიმი. სხვათა შორის მესხეთი მე-15 საუკუნიდან ჩნდება საქართველოში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს სიტყვა თავისი მნიშვნელობით, ადგილის მითითების მნიშვნელობით საკმაოდ ძველია. აქ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ჩვენ. თავებიც ამბობს წერვინვე მესხიმელად. ხო. ნახეთ რა ხდება. მე-15 საუკუნეში უკვე სიტყვა მესხი კი, უკვე არსებობდა სახელით იყო. მაჩვენებელია. სხვათა შორის დღესაც ჩემის აზრით უჩვენებს როგორც ეთნოს, ასევე ტერიტორიასაც, მიწასაც და ეს ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ რატო გვაქვს მუსხეთი? საქმე იმაშია, რომ მესხეთი ანალოგიურია მუსხეთის, ანალოგიურია მოსხეთის და ანალოგიურია მასხეთის, ხო? ეს ერთი და იგივე სტრუქტურაზე აგებული სიტყვებია და პირიქით უფრო მნიშვნელოვანიც არის და უფრო საინტერესოც, რომ ჩვენთან მესხეთია და ბრიტანეთში კი მუსხეთია და არა მარტო მუსხეთი, სხვა ვარიანტებიც არის, მაგრამ თავისთავად რადგან ამ გვარზე ვსაუბრობთ, ხო? იქ იმ ტერიტორიას მუსხეთს ეძახდნენ. რატო გახდა გვარი? ისევ და ისევ აი მოძრაობის გამო, ხო? როგორც ჩანს, ინგლისელთა გარკვეულ ნაწილს, ბრიტანელთა უბრალოდ მოდით ასე ვიტყვი, გარკვეულ ნაწილს, რომელიც ვერ ელეოდა თავისი საცხოვრისის სახელს, მან ეს სახელი გვარად წაიღო. აი გვარად გადასვლა ტოპონიმისა უზარმაზარ ცვლილებას იწვევს ენის ლექსიკაში, იმიტომ რომ ონომასტიკური სიტყვების ფუნქცია იშლება. იდენტიფიკაცია კი შენარჩუნებულია, მაგრამ იდენტიფიკაცია არა პიროვნებისა,
არამედ ადგილმდებარეობისა. და ეს რომ მართლაც ასე უნდა ყოფილიყო და მესხეთი უნდა რქმეო, უკაცრავად მუსხეთი უნდა რქმეოდა ბრიტანეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილებს, სადაც ეს მუსხები ცხოვრობდნენ, ხო? ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აი ეს მესხეთი ჩვენ ერთი ვარიანტით კი არა გვაქვს, ერთი დენტალური ვარიანტით კი არა გვაქვს ინგლისურში მოცემული, არამედ რამდენიმე ვარიანტით. და აი ხო ნახეთ რა საინტერესო რაღაც ხდება. მე შეიძლება მქონდეს ერთი ტ და მექნება ეთ, შეიძლება მქონდეს ორი ტ, ეთ-ტ, შეიძლება მქონდეს դ, ედ, შეიძლება მქონდეს th-ით, ანუ ეთ. ეხლა რატომ არის ეს მრავალფეროვნება? ეს მრავალფეროვნება გამოწვეული არის სულ იმ ერთი მშვენიერი ყრუ თანხმოვნით, რომელიც ჩვენ ქართულში გვაქვს. აქ ინგლისურ ვარიანტებში იგი შემორჩენილი არ არის, მაგრამ ორი ტ მეუბნება, რომ იქ რაღაცა რთული ბგერა იყო, მე იმას ვერ ვამბობ, მაგრამ ორ ტს გიწერ იმიტომ, რომ იცოდე, რომ აქ რაღაცა სხვა ბგერა იყო. რაღაც სხვა ისტორია. კი, სხვა ისტორია აქვს, მაგრამ ეს ცოდნა იკარგება. ცოდნა იკარგება გადადის ერთ ტლში, ბუნებრივია, ანუ ჩვენ ქრონოლოგიასაც კი ვხედავთ, აი ამ ცვალებადებაში. და შემდეგ მოდის д. აი აქ უკვე ძალიან საინტერესო ენობრივი ფაქტი ხდება. საქმე იმაშია, რომ ძველი ინგლისური ენაში მოდი ასე ვიტყვი, არსებობდა ეგრეთ წოდებული ძლიერი დინამიური მახვილი. რაც იმას ნიშნავს, რომ მახვილის სახელს ან ნებისმიერ სიტყვას ეცემოდა პირველ მარცვალზე და ამის შედეგად დანარჩენი მარცვლები სულ ყველა სუსტად გამოითქმოდა და ბოლო მარცვალი ბუნებრივია ყველაზე სუსტი იყო და ამიტომაც ძალიან ხშირად იგი იკარგებოდა. და აი ესე იგი პროცესი და შემდეგ უკვე დაკარგვა ძალიან ბუნებრივი და ლოგიკური პროცესი არის ენისთვის, მაგრამ д რომ გაჩნდა სიტყვის ბოლოს ტს ნაცვლად ეს უკვე არაჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო. ასეთი რამ ხდება ხოლმე, როდესაც ინტერვოკალურ პოზიციაშია თანხმოვანი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სიტყვის ბოლო ყოველთვის ჯაბნის. ანუ მაინც უნდა დასუსტებულიყო და ჩემის აზრით იგი გაამჟღერეს, იმიტომ რომ გამჟღერებული თანხმოვანი უფრო ძლიერი წარმოსათქმელი თანხმოვანია, რაც იმას ნიშნავდა ჩემის აზრით და მიუთითებდა, რომ ამ თანხმოვანის დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. მას რაღაცა ისტორია მოსდევდა უკან და ამიტომ იგი კი არ დაიკარგა და აი ამ ტსავით კი არ არის მაგალითად დასუსტებული, არამედ პირიქით იგი გაამჟღერეს, გააძლიერეს იმის საჩვენებლად, რომ ეს თანხმოვანი არ უნდა დაიკარგოს. შემდეგ უკვე ძველი საშუალო ინგლისურის ბოლოსთვის ჩნდება უკვე th-ის, აი ამ ინტერდენტალური თანხმოვნის გაჩენა, რომელმაც შემოიტანა აი ის დაკარგული ფშვინვა. ხო, იმიტომ რომ h-ი გაგვიჩნდა თ-ს გარშემო აი ამ გვარებში. აი ესეთი საოცარი და საინტერესო, იცით, მთელი მოგზაურობა ენობრივი ქართველი მესხის გვარისა, ამ შემთხვევაში მეგრულჭანურის ვარიანტისა ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო, არ ვიცი რამდენად დრო გაქვს, კიდევ უფრო საინტერესო არის შემდეგი მომენტი. ჩვენ ქართულში გვაქვს ამ გვარის 4 ვარიანტი, ხო? გავიმეორებ. მესხი, მასხი, მუსხი და მოსხი. რატომ არა გვაქვს მისხი? ხო? საინტერესოა. ქართულში სულ 5 ხმოვანი გვაქვს. ამ 5 ხმოვნიდან 4 გამოყენებულია და მეხუთე რატომღაც არ არის გამოყენებული. აი ამ, მოდით ასე ვიტყვი ხარვეს, ავსებს ძველი ინგლისური ენა. ძველი ინგლისურ ენაში ჩვენ გვქონდა აგრეთვე გვარი მისხ. წარმოგიდგენიათ, ზუსტად მისხ, რაც ჩვენ უნდა გქონდეს, მისხ ჩვენც აგვაქვს, მაგრამ ცოტა სხვანაირად არის და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ, მაგრამ აი ეს დანაკლისი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ინგლისურმა ამოავსო და მეუბნება, რომ მე მისკი გვარი მაქვს, მისკიც მაქვს, მაგრამ რა შეცდომა მოსდით დასავლეთის მკვლევარებს. ისინი ამბობენ, რომ მისკ, მუსკ ან მასკ, ხო? და აი ეს მუსკენ ერთი და იგივეაო. და რომ ისინი ერთი და იგივეაო, ისინი მომდინარეობენ
სიტყვიდან ნახეთ მესხ. უпростоრად მესკ და აქ თუ შეამჩნევთ პატარა მცირე ასოთია სიტყვა დაწყებული. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სიტყვა ზოგადი ლექსიკის ერთეულია. თავისთავად ზოგადი ლექსიკის ერთეულიდან მომდინარეობს ყველა საკუთარი სახელი. ანუ ეს პროცესი, რასაც დასავლელი მეცნიერები ამბობენ, სწორია, მაგრამ ისინი ვერ ხსნიან, რატომ უნდა მქონდეს ზოგჯერ მესკ, რატომ უნდა მქონდეს ზოგჯერ მისკ, რატომ უნდა მქონდეს ზოგჯერ მოსკ, აქ მაგალითები მაქვს, რატომ უნდა მქონდეს ასეთი მრავალფეროვნება. ამას აბლაუტი ქვია, როდესაც ვერ ხედავ, რატომ არის ეს ხმოვანი აქ შეცვლილი, რამ გამოიწვია ლინგვისტური კონტექსტით, რომელიც ზოგადად მოქმედებს ბგერის ცვლილებაზე, აქ არაფერი არ აქვს. სულ ყველგან ერთი და იგივე ბგერები გაქვთ, ხო? აქედან გამომდინარე, რატომ არის რომ ერთში ი გაქვთ, მეორეში უ გაქვთ, ამას ისევ და ისევ ხსნის მხოლოდ და მხოლოდ ქართული. და ეხლა ვნახოთ საერთოდ რა ხდება. აი ეს მესკ, საიდანაც მომდინარეობს დასავლელი მეცნიერების თვალსაზრისით აი აღნიშნული სახელები მისკ, მასკ და მუსკენ ნიშნავდა ვარს. ვარს, მაგრამ ოჯახში უმცროს ვარს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ შემდეგ რო გვარი მოგდეთ, მოდის აი აქ ხო დაწერილია აი ამ მესკ სიტყვისაგან, რომელიც უმცროს ვაჟს ნიშნავდა, ოჯახში უმცროს ვარს ნიშნავდა. იქიდან მოგდით გვარი მესკინ, ანუ ოჯახში მყოფი უმცროსი ვაჟის სახელიდან წამოვიდა უკვე გვარი, ასე ვთქვათ, მაგრამ აქ ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება. ქართული მეუბნება, რომ ამ შემთხვევაში უკვე პროცესი მოხდა. მესხ სახელიდან, მესხიდან ჩვენ მივიღეთ აი ეს მესკ, ხო? და ჩვენ უკვე ვიცით რა ცვლილებები მოხდა აქ და შემდეგ უკვე მივიღეთ მისკ. ანუ მე შემიძლია დავადასტურო, რომ ეს გვარიც მისკ ასევე ქართულთან არის დაკავშირებული, მაგრამ მაქვს მე მისკ. შევხედოთ სულხან საბას. და სულხან საბა ამბობს: მისხი ნათესავის ნათესავი. საოცარია პირდაპირ. მისხის მისხი. მისხის მისხი. ნათესავის ნათესავი. ანუ პირდაპირ გეუბნებათ აღნიშნული გვარი, რომ აი ეს მისკი, მუსკი, მასკი და ასე შემდეგ, ესენი სუყველანი არიან ჩვენი ნათესავები. რატო ჩვენი? იმიტომ რომ აქედან მოდიან ეს სიტყვები, ხო? ამიტომ არიან ჩვენი ნათესავები, მაგრამ ესენი ჩვენი უმცროსი შვილები არიან. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ შობელი დგას წინ და ეს რომ მართლაც ასეა, ეხლა ვნახოთ რა ხდება კიდევ უფრო სიღრმეში. აი ამ მისკ გვარის ეგრეთ წოდებული კნინობითი ფორმები, ისევ დასავლეთელების თვალსაზრისით არის მისკინ, უბრალოდ აქ ორთოგრაფიაა განსხვავებული, ალბათ ხედავთ და მის შემდეგი არის მესამე მისკენ. რა ხდება აქ? ძველი ინგლისურის ლექსიკონები ეტიმოლოგიური გადავკეკე ვეძებ ისინი სუფიქსები არ აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს in და en აი იმ ძველი რომელიღაცა ფენიდან გადმოყვა. დავიწყებ მერე ქართულში ძიება, რა თქმა უნდა, და რას ვხედავთ? ჯორბენაძის, ბერიძისა და კობაიძის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონში ჩვენ ვხედავთ სუფიქსი en. ეს გახლავთ გვარის ცალკე განშტოება. ნახეთ რა მივიღეთ და მაგალითებია. მაგალითათო გოჩა, გოჩიენი, ანუ გოჩას განაყოფები. თუ ვიტყვით მაგალითად შიო, შიოენი, ანუ შიოს განაყოფები. ანუ გვარი მისკინ სინამდვილეში წარმოადგენს არა კნინობით ფორმას, არამედ იგი უბრალოდ ეს მისკენ, ხო? არამედ იგი წარმოადგენს ჩვენი გვარიდან განყოფილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი ნათესავი ბრიტანელების მაჩვენებელ სუფიქსს. თუ ეს ასია, მაშინ ეს in სუფიქსიც ქართულიდან უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ შეუძლებელია ერთ სახელში ორი მორფემა იყოს ქართულიდან და ერთი იყოს საიდანღაციდან სხვა ენიდან მოტანილი, დავუშვათ იგივე ფრანგულიდან. შეუძლებელია.
და მართლაც იგივე ლექსიკონში ჩვენ ვკითხულობთ, ოღონდ იმ კი არა გაქვთ იქ, ინა გაქვთ და ჩამოვარდა, წეღან რო ვთქვი, რომ ბოლოში სუსტდებოდა მეთქი, ხო, ბგერები. ის იმიტომ მოვარდა, მაგრამ თქვენ გაქვთ ინ. რას გეუბნებათ ინზე? ინზე გეუბნებათ, რომ ესო არისო ნათესაშვილი უმცროსი პიროვნება, რომელიც ამავე დროს ძალიან გავს თავის მამას, დედას და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ თუ გვაქვს მაგალითად დედინა იქნება მისი შვილი, მაგრამ დედის მსგავსი. თუ იქნება მაგალითად მამინა, ის იქნება მამის შვილი ისე, მაგრამ იქნება ქართულად ვეძახით მამაილა და დედაილა. ხო, მაგრამ ეს ინიც ხო არსებულა. ხო და ანუ თან უმცროს გიჩვენებს, კნინობითობას გიჩვენებს, რომ ის შვილია, შენზე პატარაა, ხო, მშობელზე პატარა, მაგრამ ამავე დროს გეუბნება, რომ იგი შენნაირია, მშობლისნაირია, საოცარი რამ არის. რას გვეუბნება საბოლოო ჯამში ეს გვართა სისტემა, რაც აქ არის მოცემული, რომ ბრიტანეთის კუნძულებზე უძველეს ხანებში ცხოვრები ქართველები, რომლებიც იყვნენ მესხ, მუსხ, მასხ და ასე შემდეგ ეთნიკური წარმომავლობისანი და თავის ტერიტორიებსაც ასევე არქმევდნენ, იმიტომ რომ ჩვენ განვიხილეთ, ხო, ეს მესხეთის მსგავსი ტოპონიმები, რომლებიც გვარად გადაკეთდა, ესენი სუყელანი იყვნენ ჩვენი ნათესავები, მაგრამ ჩვენი მსგავსნი, მაგრამ ჩვენი შვილები, ჩვენი შემდგომი თაობა შეიძლება ასე ითქვას. აი ასეთი საინტერესო ნათესაური როგორ გითხრათ, კავშირები ამოდის ზევით, აი ამ სახელის, აი ამ გვარის უпростоრად მიკროსისტემის ანალიზით და მინდა აუცილებლად ხაზი გაუსვა იმას, რომ ცალკეული სიტყვის ანალიზი ვერ წარმოაჩენს იმ სიღრმეებს, რა სიღრმეებიც სინამდვილეში ამა თუ იმ სიტყვაში, განსაკუთრებით ონომასტიკაში იმალება, ხო? ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, როდესაც რომელიმე სიტყვას ვიკვლევთ, ჩვენ ის მიკროსისტემაში განვიხილოთ, ანუ მის ქსელში განვიხილოთ, რომელიც გაცილებით უფრო უკეთესად წარმოაჩენს აღნიშნული სიტყვის ისტორიას, მის განვითარებას, ეტიმოლოგიას და იმ დაფარულ ინფორმაციას, რომელიც მასში ინახება. აი ეს არის ძალიან მოკლედ, ასე ვთქვათ, მესხების გვარის გავრცელების ისტორია ბრიტანეთის კუნძულებზე. არეალის მიმოხილვა. ხო, და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრია, 132 ვარიანტი მაქვს მე გვარისა ამოწერილი, რომელიც უშუალოდ მესხ ფორმიდან, მესხ, მოსხ, მუსხ და მასხ ფორმებიდან მომდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ეს 132 გვარის მატარებელი რამდენი ათასი ადამიანი იქნება ბრიტანეთში, მათ ყველას აქვთ სწორედაც რომ ქართველური წარმომავლობა, რომლის შესახებაც მათ რა თქმა უნდა არიციან და ვფიქრობ, რომ მოვიდა ის დრო, როდესაც ეს უნდა რა თქმა უნდა ხმამაღლა იყოს ნათქვამი და ხალხი იმსახურებს იმას, რომ მათ თავიანთი ნამდვილი წარმომავლობა იცოდნენ. დიდი მადლობა. მე ფაქტიურად არაფერი მაქვს. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა ესეთი საოცარი, მე ვიტყოდი, მაღალი დონის სამეცნიერო მოხსენება გააკეთა, გნებავთ ენათმეცნიერების გენდა, გნებავთ ენის ისტორიის, გნებავთ ჩვენი წარსულის შესახებ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ ჩემი სტუმარია შესანიშნავი პროფესორი, დოქტორი, ქალბატონი ანა მესხი, ჩვენ საუბრობდით წიგნის შესახებ მესხების დაუწერელი ისტორია, რომლის პირველი თავიც ეხება ცნობილი პოლიტიკოსის, ტრამპის, ახალი პრეზიდენტის ტრამპის საპრეზიდენტო კარზე საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის ილონ მასკის წარმომავლობას. მე ვაჟა ოთარაშვილი, მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო.